2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას მექსიკას ჯგუფში პირველი ადგილი უკვე მეორე ტურის შემდეგ ჰქონდა განაღდებული. თუმცა ამის მიუხედავად ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში El Trim ჩეხეთის ნაკრებს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. შესაბამისად მექსიკის ნაკრებს მიმდინარე მუნდიალზე გოლი ჯერ არ გაუშვია და ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მექსიკა მუნდიალზე 3-ვე ჯგუფური ეტაპის შეხვედრა მოიგო. მექსიკელი კომაგები ეროვნული ნაკრების წარმატებას მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ. ათასობით მექსიკელი სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ნამდვილად საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რომ მექსიკამ ისტორიული გამარჯვება მოგვიტანა. პირველად მოვიგე ჯგუფური ეტაპის 3-ვე მატჩში. ძალიან გახარებული ვარ. წარმოუდგენელია, მატჩი შესანიშნავი იყო. მეორე გოლს არ ველოდი, მაგრამ გავიტანეთ. შესანიშნავი იყო. მარჯოს ჩემს ეროვნულ ნაკრებს ჩვენ კიდევ უფრო მეტი გამარჯვებისკენ ვისწრაფვით. ლეგენდარულ აცტეკაზე განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია მექსიკის ნაკრების სათადარიგო მეკარის გილერმო ოჩუას გამოჩენა. ლეგენდარული მექსიკელი მეკარე თამაში 78 წუთზე ჩაერთო და ლიონელ მესისა და კრისტიანო რონალდოს შემდეგ გახდა მესამე ფეხბურთელი და პირველი მეკარე, რომელმაც მონაწილეობა მე-6 მუნდიალზე მიიღო. ძალიან ბევრი რამ გამახსენდა, როცა მოედანზე შევდიოდი. გამახსენდა ბავშვობაში აკადემიიდან პირველად როგორ მოვედი ამ სტადიონზე, როგორ ვიჯექი ტრიბუნებზე და ვოცნებობდი, რომ ოდესმე ამ მოედანზე მეთამაშა. გამახსენდა ჩემი პირველი თამაში ძირითად გუნდში, როცა ჩემმა მშობლებმაც კი არ იცოდნენ, რომ უნდა მეთამაშა. რამდენად ვნერვიულობდი, ასევე ვიაზრებდი, რა მნიშვნელობა ჰქონდა დღევანდელ დღეს ჩემი ოჯახისთვის და ჩემი შვილებისთვის, რომ მათ აქ ჩემი თამაში ენახათ. ბოლოს ისინი შევკრიბე და ვუთხარი, შეიძლება ეს ბოლოს შემთხვევა, როცა ჩემი თამაში ნახეთ, იმედი მაქვს ისიამოვნეთ, ბედნიერი და მადლიერი ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს 90 წუთი ვითამაშე, რადგან ემოციებით მთლიანად დაღლილი ვარ. მექსიკის ნაკრები პლეი-ოფში მეტოქის გარკვევას ელოდება. ჩეხეთის ნაკრებს კი სამშობლოში დაბრუნება მოუწევს, რადგან გუნდმა მხოლოდ 1 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ჯგუფში მეორე ადგილზე 4 ქულით სამხრეთ აფრიკა გავიდა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეა 1-0 დაამარცხა. მე-16 ფინალში ბაფანა კიდევ ერთ მასპინძელ ქვეყანას, კანადას დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. სამხრეთ კორეა კი 8 საუკეთესო მესამე ადგილოსთან შორის მოხვედრისა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. თუმცა ახლა ეს სხვა ნაკრებების შედეგებზეა დამოკიდებული.